დიდი ბოროტება იქნებოდა, რომელიც შავ ლაქად დარჩებოდა ისტორიაში, საქართველოს ისტორიაში. სისხლი რომ დაღვრილიყო. წარმოდგენაც კი მიჭირს შევარდნაძეს მაგის მსგავსი ნაბიჯი თავში არ მოუვიდოდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტობის მერე წასულიყო მაგალითად გერმანიის, რომელიც მისგან ძლიერ იყო დავალებული, გერმანიის რომელიმე მხარის კანცლერად ან დაუშვათ საგარეო საქმეთა მინისტრად თავშიც არ მოუვიდოდა. არავითარი მინისტრობას არ ვაპირებ და კიდე რა გითხრათ, აბა. საქმე ბევრი მექნება. თუ თხოვენ რაღაცაზე კონსულტაციას, უფულო თუ ნამდვილად კონსულტაციას გავუწევ ყველას. ეს იქნება სახელმწიფო ბლოკი თუ თავრობა ან სხვა რომელიმე პარლამენტის თავმჯდომარეობას. პარლამენტ არა, როგორ გიადრებათ ახლა. რა დროს ჩემი პარლამენტის თავმჯდომარეობა, კარგი თავმჯდომარეობა ყავს და გავუფრთხილდით. მე მაინც ვფიქრობ, რომ დიდი როლი შეასრულა რასაკვირველია საგარეო ფაქტორმა და საგარეო გარედან დახმარებამ, რომ დაგეგმილი იყო რევოლუციის ტალღა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და მერე კიდეც წავიდა და საქართველოში მარტო არ მომხდარა, ხო ეს? მთელი რევოლუციის, აი ლაპარაკობენ ახლა ვარდოვანი რევოლუცია. კიდე რა არის? ხავერდოვანი რევოლუცია. კიდე კომბოსტოვანი რევოლუცია. თელია გასაღები რევოლუცია, ეგრეთ წოდებული რევოლუციის არის პრეზიდენტის გადადგომა. აქ არის სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება. ამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია არის ეს, მხოლოდ და მხოლოდ. არ არის ეს რევოლუცია. არ არის. მე არ ვიცი, შეიძლება ეწყინოთ კიდე, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ავანტურა. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი ხერხებით, ასე ვთქვათ, თავდაცვითი საშუალებებით ვიცავდით სახელმწიფო ორგანოებს და მოხდა ამ სახელმწიფო ორგანოებში შეჭრა და ძალაუფლების ძალადობრივი გზით ხელში აღება. ეს არის მუხლი კონკრეტული სისხლის სამართლის კოდექსის. ეს იყო ტიპიური სახელმწიფო გადატრიალება. არა, გადატრიალება ეს არ იყო, გადატრიალება სხვა ნიშნები აქ ბუნებრივია, მაგრამ რა თქმა უნდა ეს იყო რევოლუცია. არანაირი ვარდების რევოლუცია ეს არ იყო, ეს იყო დვარცოვი პირივაროთ რეალურად. და ამ რევოლუციამ ძალიან სერიოზული შანსი მისცა ქვეყანას. უბრალოდ ეს შანსი არ იქნა გამოყენებული. ვინაიდან 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების შედეგების მასობრივი ფალსიფიცირების გამო მოქალაქეთა მშვიდობიანმა საპროტესტო გამოსვლებმა არ დაუშვა პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას შესაბამისად საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ახორციელებს 1999 წელს მოწვეული საქართველოს პარლამენტი. როგორც კი პარლამენტი შეიკრიბება, ახალი პარლამენტის წევრები შეიკრიბებიან, იქ სხვა ჩანაწერი არ იყო. ძველი კარგავს უფლებამოსილებას. მორჩა ის დათხოვნილია უკვე. მაგრამ ამგენმა გააგრძელეს. ეს ყველაფერი ფეხქვეშ გათელეს. მესამე დღეს ალბათ პარლამენტში შეჭრიდა, თავ ტელევიზორს საინფორმაციოში არის უზენაესი სასამართლოს სხდომათა დარბაზი. მიმდინარეობს მსჯელობა არჩევნების გაყალბების შესახებ. თვალებს არ დაუჯერ, იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი იყო ეს საკითხი. მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლო მიიღო გადაწყვეტილება გაყალბდა თუ არა არჩევნები. ამის ერთ-ერთი ინიციატორი იყო ჯონი ხეცურიანი და ვიყავი მე. ერთ დღეს ჩატარდა ორი ტიპის არჩევნები, პროპორციული და მაჟორიტარული და არ დაგავიწყდათ რეფერენდუმი, რომელშიც დასმული იყო საკითხი ასე, რომ ეთანხმებით თუ არა, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობა 235-დან შემცირდეს 150-მდე. სასამართლო პროცესში გამოიკვეთა უცნაური სურათი, რომ რეფერენდუმი აბსოლუტურად გაუყალბებელია და ამორჩეულის უმეტესობა მხარი დაუჭირა 150 კაცამდე პარლამენტის შემცირებას. მაჟორიტარული არჩევნები უზადო და გაუყალბებელია და გაყალბებულია მხოლოდ პროპორციული არჩევნები. ოღონდ როგორ ხდება ერთ კონვერტში 3 ბიულეტენიდან ერთის გაყალბება და ორის უზადოდ ჩატარება, ამას ვერავინ ვერ ახსნის ვერასოდეს. ახლა გეკითხებით ეს, აი რაში წერია ეს?
აი რა სამართლიანობაში წერია ეს, აი რაში წერია ეს. თუ იქ გაყალბება იყო, აქ რატო არ იყო გაყალბება? ის ხო მთელი პაკეტზე ვრცელდება ეს დარღვევა. ამას სიყალბე უწოდოდა ილანძღო და ის თქვა რომ ის კარგი იყო. რანაირად? ეს იყო პრაგმატული და სწორი ნაბიჯი მაშინ, სამართლებრივად გაუგებარი სრულიად გეთანხმებით და აბსოლუტური ნონსენსი, მაგრამ მე მიმაჩნდა რომ ეს იყო ბალანსის შენარჩუნების შესაძლებლობა. სამართლებრივი თვალსაზრისით ის იმ არჩევნების შედეგები დღესაც არ არის გაუქმებული ამის თქმით. მე მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი ესე ვთქვათ ამ რევოლუციურ ტრიუმვირატში, ძალიან ყოველთვის მეშინოდა რევოლუციების და არასდროს არ ვიყავი რევოლუციის მომხრე. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ გვჭირდება რევოლუციური ცვლილებები, მაგრამ არა რევოლუცია. ჩვენ გვჭირდება ევოლუცია და არა რევოლუცია. და მე ძალიან კარგად ვიცოდი, რომ სერიოზული პრობლემები შეიძლება მოყოლოდა სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის უკონტროლო მმართველობას. ქართველებო, ასლანი გაიქცა. ძალიან მარტივი რამ მოხდა. მაჟორიტარებში უმეტესობა ყავდა ჟვანიას გუნდს. რომ სახეები ყავდა მას პარტიაში და სააკაშვილი იყო და მის გარეშე რამდენიმე ადამიანი ძალიან ახლოს უნდა ყოფილიყავი ამ პროცესებთან, რომ გრძნობოდა. ამიტომ სააკაშვილი გამარჯვებული რევოლუციონერის სტატუსით თუ მას მაჟორიტარულიც ექნებოდა ჩასატარებელი, მთელი პარლამენტი იქნებოდა ნაციონალური. და ამიტომ შიდა ასე ვთქვათ ბრძოლების და შეთანხმებების შედეგად პროპორციული გაუქმდა და მაჟორიტარული დარჩა ძალაში. აქედან გამომდინარე, მე მქონდა ამისი, ესე ვთქვათ, სურვილი, რომ პარლამენტი არ ყოფილიყო ერთმნიშვნელოვნად ნაციონალური მოძრაობით დაკომპლექტებული და დარჩენილიყო მაჟორიტარული სისტემით არჩეული ადამიანები, რომელთა შორისაც ახლა მე არ ვამბობ, რომ ისინი იდეალურები იყვნენ და ყველანი კარგები, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომელთაც ჰქონდათ გარკვეული ასაკი, გამოცდილება. და მე მქონდა იმისი იმედი, რომ ეს ადამიანები პარლამენტში, ესე ვთქვათ, ემოციურ, რევოლუციურ ნაციონალურ მოძრაობას და ყველა დანარჩენს ჩვენ თავისი გამოცდილებით და მძიმე წონით დაგვაბალანსებდნენ. თუმცა მწარედ მოვტყუდი, შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ პრაქტიკულად ერთ თვეში ან დაახლოებით 2 თვეში თითქმის ყველა ეს ადამიანი გადალაგდა ნაციონალური მოძრაობის და სააკაშვილის ფრთის ქვეშ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეგ ჟვანიას ღალაც არ ელოდა. მე მგონია, რომ არ ელოდა. იმიტომ რომ მაგის გონიერების ჯეროდა უფრო, რომ ესმოდა, რომ ჟვანიასაც ესმის ფასი. ჟვანიაც არ ელოდა იმას, რაც მოხდა. იმიტომ აღმოჩნდა მეორე და არა პირველი. ჟვანიას რომ ეს განზრახვა ქონოდა, იმდენი ჭკუაკი ქონდა, რომ ისე მოეგვარებინა საკითხი, რომ თვითონ დარჩენოდა ხელისუფლება. იმიტომ რომ პრაქტიკულად ჟვანიამ წააგო ხელისუფლება აი იმ ვითომ და ვარდების რევოლუციის პერიოდში. ჩემთვის ეს იყო ძალიან მძიმე, მართლაც მე ვერ გეტყვით, რომ რაიმე ძალიან ბევრ ადამიანს გაეხარდა. მე არ მქონია სიხარულის განცდა. ამასთან დაკავშირებით ნამდვილად, იმიტომ რომ ზუსტად მესმოდა, რომ ძალიან მძიმე პერიოდი იწყებოდა ქვეყნის ცხოვრებაში. ჩემთვის იყო ადამიანურად ძალიან მძიმე. ძალიან მძიმე, იმიტომ რომ მე უნდა ამეღო ეს ჩემ თავზე, მე უნდა მეთქვა ის სიტყვები, რომელიც უნდა მეთქვა, მაგრამ ძალიან მძიმე სათქმელი იყო ჩემთვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვყავდეს ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი. ეს ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი ჩვენი გადაწყვეტილებით იქნება ბატონი მიხეილ სააკაშვილი. ვფიქრობდი იმას, რომ მე და ჟვანია შევძლებდით სააკაშვილის, არ მინდა სიტყვა გაკონტროლება გამოვიყენო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კორექტირებას, ესე ვთქვათ. და ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელიც იქნებოდა და კარგიც იქნებოდა ქვეყნისათვის. უბრალოდ პრობლემა შეიქმნა იმაში, რომ სამწუხაროდ ჟვანიამ გადაწყვიტა, რომ სააკაშვილისთვის ეჩვენებია, რომ ის არაპირებს ორმაგ თამაშს. იქნება მისი ერთგული და მისი მხარდამჭერი. შესაბამისად, მესამე იყო ზედმეტი. აქედან გამომდინარე, მათ დაიწყეს დამოუკიდებელი, პრაქტიკულად მეორე დღესვე, როგორც კი დავასახელეთ სააკაშვილი პრეზიდენტად, მათ დაიწყეს დამოუკიდებელი თამაში. მე ვთვლი, რომ ჟვანიამ ამით დაუშვა საბედისწერო შეცდომა. ჟვანიას მიმართ
ბოლომდე იყო ლოიალური. აი ხო უცნაურია რა, ბოლომდე იყო ლოიალური. მე არ მახსენდება, რომ ზურა ჟვანიაზე გადადგომის მერეც ინტერვიუებში და ჩვენ მქონია, რომ მას რაიმე ცუდად ეთქვა ზურაზე. და საერთოდაც ვფიქრობ, რომ ჟვანია რომ არ ყოფილიყო მაშინ ამ გუნდში და სხვანაირად რომ წასულიყო პროცესები, შეიძლება შემდეგი ლიდერი ქვეყნის ყოფილიყო ზურაბ ჟვანია. ზურაბ ჟვანია ყველაზე უფრო ახლო იყო ჩემთან, დიდხანს მუშაობდა, ძალიან დიდ დობასაც უცხადებდი, მაგრამ შემდეგ მოხდა ზოგიერთი გაუგებრობა და ჩვენი სიახლოვე დაიკარგა. მე ვფიქრობ, ამით არც მას მოუგიარა მე და არც მე. მთელი იმ სპექტრიდან ის ხედავდა ჟვანიას, როგორც იმ მოღვაწეს, რომელიც შეიძლებოდა მის შემდეგ ხელისუფალი ყოფილიყო. როგორც პრეზიდენტს ჟვანიას არ აირჩევდნენ, მაგრამ საპარლამენტო მოდელის შემთხვევაში იგი გამარჯვებული პარტიის პრემიერ-მინისტრი გახდებოდა. უბრალოდ მოხდა ისე, რომ ამ რევოლუციური ტალღით ისარგებლა სააკაშვილმა. ამნერად მე ვფიქრობ, ის ამისთვის, შევარდნაძე ამისთვის მზად იყო, რომ ჟვანია მოვიდოდა. არ მოვიდოდა 2003-ში, მოვიდოდა წელიწად ნახევარში თუ 2 წელიწადში, როდესაც შევარდნაძეს ვადა დაუმთავრდებოდა. მაგრამ პროცესები გავიდა კონტროლის ქვეშიდან და არა შევარდნაძის კონტროლის ქვეშიდან, იმიტომ რომ შევარდნაძის წარმოებული პროცესი არ იყო. ჟვანიას კონტროლის ქვეშიდან გავიდა. დანარჩენები ახლა არც გალბატონი ნინო, არც ბატონი გენდამინ ჩამოთვალო, რა ვიცი. პრეზიდენტობის პრეზიდენტი ჩვენ მეგობრები არ ვიყავი და არ ვცვალთ. სამ ლიდერს რევოლუციისას ჩვენ მქონდა უნიკალური შანსი. მე მახსოვს კიდეც ერთ-ერთ ჩვენს ესე ვთქვათ ესეთ შეხვედრაზე სამნი ვიყავით მხოლოდ თქვი რომ ჩვენ ღმერთმა ეხლა მოგცა ყველაფერი. ვართ ახალგაზრდები, გვაქვს უზარმაზარი მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით და უზარმაზარი მხარდაჭერა ქვეყნის გარეთ. გვაქვს სამი უმაღლესი თანამდებობა ქვეყანაში და თუ ჩვენ ამას ვერ გამოვიყენებთ და გადავაყოლებთ საქმეს ერთმანეთთან კამათს, ჩვენ ამას ღმერთი არ გვაპატიებს მეთქი. სამწუხაროდ მოხდა ისე, როგორც მოხდა. ყველამ საკუთარ გულში უნდა ჩაიხედოს და გააკეთოს დაგხვდა ვის ინტერესებში იყო პრეზიდენტ შევარდნაძის ასე ვთქვათ ჩამოცილება ხელისუფლებიდან. ესეთი კითხვა არსებობს, ხო? რომ რითი გვაჯობეს. გვაჯობეს ერთადერთი რამის გამო, რომ ისინი ამ ქვეყნის მომავალს არ უკავშირებდნენ არც თავის თავს და არც თავის შვილების მომავალს. ისე მათთვის სამშობლო და ქვეყანა არ უკავშირდებოდა, მათი მომავალი ამ ქვეყანას არ უკავშირდებოდა, მოკლედ ამის თქმა მინდოდა. ესე იგი, რაზეც შეიძლება ისინი წასულიყვნენ, იმაზე ჩვენ, კავკასიური ცარცისტრია, როცა შენ უშვებ ხელს, შენთვის ძვირფას ადამიანს და ორგანიზმს. მე მითხრა ბოლოს. რატო არ გააკეთეთ მეთქი? იცი რას გეტყვიო? აი, ბოლო რატომ არ გააკეთა? ერთი ახალგაზრდა მომავალი დედის და არსებული დედის სიცოცხლე თარიღდა მთელი ეს ქვეყანა. მე რო თქვენთვის დამეჯერებინაო, გამოიყვანდით 1-300 გისო და დაცხებდნენ ერთმანეთს და გვამებით გავისებოდა რუსთაველის გამზირი. ღირდაო ამათო? აი ბოლოს ასე დამიმთავრა მე. თქვენ გონიათო, თქვენ ბრძენი ხართო და შევარდნაძე უკვე როგორ მითხრა? გამოაბრძდაო. ესე გონიათ. მე მინდა ვთხოვ მათ, გათამამდებიან. ფრთხილად იყვნენ, ფხიზლად იყვნენ და რაც შეიძლება მეტად გაუწიონ ანგარიში მოსახლეობას, ხალხს. ხალხს ჩემ დროსაც უჭირდა და ეხლაც უჭირს. და ადამიანის განწყობილებას ქმნის ის თუ როგორ ცხოვრობს ეს კაცი. მეტი ყურადღება მიაქციოს დემოკრატიას. დემოკრატიის ყოველგვარი შეზღუდვა რა ფორმითაც არ უნდა იყოს. დაუშვებელია. მე თუ რამე მაქვს საამაყო მას ის რომ 10 წლის განმავლობაში
საქართველოში მე შევქმენი ქართული დემოკრატია. პრეზიდენტი, რომელიც მოვიდა საბჭოთა პერიოდიდან. ანუ ადამიანი, რომელიც იყო ცეკას პირველი მდივანი, რომელიც იყო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, აღმოჩნდა გაცილებით უფრო დემოკრატი პრეზიდენტი, ვიდრე მის შემდეგ მოსული დემოკრატიული რევოლუციით არჩეული პრეზიდენტი. ეს ფაქტია, იმიტომ რომ იმ პერიოდში, რა თქმა უნდა, დემოკრატიული ინსტიტუტები მუშაობდა აბსოლუტურად თავისუფლად. იყო ეს მედია, იყო ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, თუ თუნდაც პარლამენტი. თვითონ უნდა მიხვდნენ, რომ დემოკრატია მათ ჭირდებათ. რა არის დემოკრატია? დემოკრატია არის წამალი. ეს არის მკურნალი. იმისათვის რომ შენ დიქტატორი არ გახდე. მე მახსენდება ბრეხტის კავკასიური ცარცის წრიდან აი ეს ფრაგმენტი დღეები თითქმის სამართლიან მმართველობის. აი ასეთი იყო ის პერიოდი. და ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, ყველას ეგონა რომ ეს შეუქცევადი პროცესი, ვერავინ ვერ წარმოიდგენდა რომ იმ თავისუფლების შემდეგ ასობით ათას ადამიანს ციხეებში გაატარებდნენ, ციხის სისტემაში თუ პრობაციაში, ასეულობით ადამიანს უბრალოდ დახოცავდნენ ქუჩაში, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, ადამიანებს აწამებდნენ, მედიას დაარბევდნენ, მოუდუნდა ხალხს ყურადღება. მათ ჩათვალეს, რომ ეს ასეც იქნება სამარაჯამოდ. სამწუხაროდ რევოლუციის შემდეგ პროცესებმა მიიღო ის სახე, რასაც გარდაუვალად იღებს ყოველი რევოლუცია და ისე სხვათა შორის რევოლუცია გამარჯვებული ბუნტია, სხვა არაფერი. Надо бросить. Куда там бросить? На фото. Надо бросить. Что включить? Раз урчевдით ახალ პრეზიდენტს ბატონო. Რას урчевდით ახალ პრეზიდენტს ბატონო ედუარდ? Რას урчевდით მომავალ პრეზიდენტს, რომელსაც დღეს აირჩევს? ბევრი მუშაობს და მაგრად მუშაობს. და გამართლებს როგორ ფიქრობთ? შეიძლება ნაკლები ლაპარაკობს და ბევრი საქმე აკეთებს. ბატონო ედუარდ, გამართლებს როგორ ფიქრობთ? პოლიტიკა მარტო მოსვლა და რაღაცა არ არის. პოლიტიკა წასვლაც არის. პოლიტიკას და სახელმწიფოებრივ განვითარებას 5 და 10 წელი არ ყოფნის, მაგას დრო უნდა, დისტანცია უნდა. ეს ყველაფერი უნდა შეფასდება ჩვენი თაობის შემდეგ კი არა, იმის იქით კიდე. ეხლა ჩვენ ვართ უბრალოდ მონაწილეები და იმდენად არის შეიძლება ჩვენი აზრი საინტერესო და ჩვენი ხედვა რამდენადაც როგორც მონაწილე ვლაპარაკობთ, თორემ ამის შეფასება გინდა ჩემთვის, გინდა სხვისთვის, როგორიც არ უნდა იყოს, მე სხვანაირად შეფასდება. იმასაც მოესწრები, რომ იტყვიან, რომ საქართველოს ყავდა პრეზიდენტი. მე არ ვიტყვი ახლა ძალიან კარგი ან ღმერთით პრეზიდენტიდან რაღაცა, მაგრამ პრეზიდენტი ყავდა, რომელსაც ჩაიბარა ქვეყანა. ქვეყანა კი არ იყო, არაფერი არ იყო. ცარიელი ადგილი იყო, ძმა-ძმას კლავდა. დღეს სახელმწიფო ვართ. ხვალ კიდე მეტი გაკეთდება. როგორც გითხარით, იმ პროექტებს სისხლი ჩავაქციე. დღეს როცა ჩვენ ვლაპარაკობთ დიდ პროექტებზე, ყველანი ვართ ამისი მოწმე, რომ ეს ყველაფერი ეს დიდი მსოფლიო რო ალაპარაკა და ასეთი გლობალური და ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები დაწყებული იყო შევარდნაძის დროს, მაგრამ აი უყურეთ, აი ისე მოხდა თითქოს რეფორმები დაიწყო მხოლოდ 2003 წლიდან და საზოგადოებაზე როგორც ჩანს ამ პროპაგანდამ მაინც რაღაცნაირად იმოქმედა. იმიტომ რომ ჩვენ ხომ ვიცით რეალურად, რომ ის რო შენი ქვეყანა გახდა მსოფლიოს ნაწილი, ამ პროექტის ნაწილი ეს იყო შევარდნაძის დამსახურება და შევარდნაძის დროის ბოლოს და ბოლოს მე ვარ ქართველი იმაში სადამე მე ვარ ევროპელი ეს სიტყვები როცა ითქვა ქვეყნის სათავეში შევარდნაძე იყო. ანუ ამას ვამბობ რა ეს ყველაფერზე მეტყველებს. თუ ამას გამოიყენებენ საქმეები ყველაფერი დაწყებულია როგორც ჩვენთან ამბობენ ჩაწყობილია. ოდან რა ვქნათ? გააკეთონ უნდა. ბევრი შეიძლება ითქვას კარგი, ბევრი შეიძლება ითქვას კრიტიკული, მაგრამ
ის რაც არის დაკავშირებული, ვთქვათ, იგივე აი ამ ნავთობსადენის მილსადენების პროექტებთან და აი ამ ტრანზიტულ ფუნქციასთან, ეს არის აბსოლუტურად შევარდნაძის დამსახურება და მე ვფიქრობ, რომ მის გარდა ამას ვერავინ ვერ გააკეთებდა. ცოტა გულასაწყვეტი კი არის, რომ სხვა ქვეყნებში რო გაფასებენ ვინმე შესაძლოა ქვეყანაში. აი რაღაცა პროპაგანდამ თითქოს გააფერმკრთალა მისი როლი. ვფიქრობ, რომ აი გენერალურ გეგმად და აი ესე გქონდათ, რომ ის პერიოდი უნდა გამქრალიყო. იცით როგორ ნერვიულობდი, როდესაც ის პრეზიდენტი აღარ იყო და კამპანია რომ წავიდა მერე რომ იცით რა მანერვიულებდა, არ მინდოდა რომ დაუშვათ ის დაეჭირა, არ ვიცი, ხო მიდიოდა ესეთი ის და მართლა როგორც ადამიანი ვნერვიულობდი, როგორ ჟურნალისტი კი არა, აი ჩვეულებრივად ადამიანი, იმიტომ რომ ედვარდ შევარდნაძე იყო რესპონდენტი, რომელიც არ იყო უბრალოდ რესპონდენტი. ანუ მასთან ადამიანური ემოციები მაკავშირებდა მე. ხანდახან შემოძრებიან ჩემთან ჟურნალისტები და რაღაცებს მელაპარაკებიან. თუმცა ერთხელ თქვა რომ დაანებეთ იმ სახს, თავი იქ ნუ მიდიხართ. მაინც მოდიან. და ხან ბევრ რამეს ვიგებ. რომც არ მოდიოდნენ გაზეთებს ხო ვკითხულობ არა? ეხლა რა იყო იმ დროს და რა არის ამ დროს? ტელეპროგრამებს ხო ვუყურებ? რის თქმა შეიძლებოდა და რის თქმა არ შეიძლებოდა. როცა შეზღუდვა აი ეს თქვი და ეს არ თქვა, ხო? ეს უკვე დემოკრატია აღარ არის. პოლიტიკოსი გარდა იმისა, რომ საქმიანი უნდა იყოს, ძალიან შემტევი, ძალიან აქტიური, უნდა იყოს სულგრძელი. სულგრძელი და სულგრძელობით ბევრს მოიგებს. ეხლა ის ბევრს ლაპარაკობს სიმკაცრე, რამის რეპრესიები და რაღაცები. ნუ ახლა ეს ერთს ურთვეს ამაზე ლაპარაკი შეიძლება ვიღაცას მოწონდეს და პროტესტ არ იწვევდეს, მაგრამ მე ასე იოლად განსახორციელებელი არ იქნება. თუ რეპრესიებს მოაწყობს, ხალხი არ მოითმენს. მნიშვნელოვანია პოლიტიკოსისთვის ის ზურგი, რაც ჰქონდა ედვარდ შევარდნაძეს მისი მეუღლის სახით. რაღაცა მიღება არის, რომელიღაცა ბახში რა, ბუნების ფონზე. და ერთად განან რა. მეთქი ბატონ ედვარდ ინტერვიუ არა მეთქი თქვენთან არა, ქალბატონ ნანულისთან. აი, უკან დაიხია. საჩუქრებში მე ვარ აბსოლუტურად უნიჭო კაცი. თვითონაც არ შემიძლია, არ მაქვს მაგის ნიჭი და უნარი შევარჩიო ვინმესთვის საჩუქარი, მათ შორის ჩემი მეუღლისთვისაც. ჯერჯერობით არაფერი მიყიდიაც მომიფიქრებ რამეს. მე შემთხვევით მოვკარი ჯერ თვალი და მერე უკვე უყურებდი. უცქერდი იმას, როგორ უყურებდა ბატონ ედვარდი ნანულის. ასეთ შეყვარებული თვალები კაცზე ძალიან იშვიათად ვინახე. ძალიან ახალგაზრდებში კი. Господин Эдуард, какое преимущество для государства? და იმ თეთრ თმის ქვემოთ აი ეს ახალგაზრდული შეყვარებული თვალები იყო. დედას ფაქტორი ის რომ დედა ფიზიკურად არ იყო, ავად იყო ბოლო 1-2 წელი ძალიან ისე იყო. რა თქმა უნდა ძალიან მტკივნეულად აისახა მამას განწყობილებებზეც და საერთოდ მის ზოგად მდგომარეობაზე. მე ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი ფაქტორი იმისა, რომ შევარდნაძე აღარ იბრძოლა ბოლოს, იყო ეს ფაქტორიც, იმიტომ რომ იმდენად მწვავედ და მძიმედ აღიქვამდა ქალბატონი ნანული უკვე განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა ავადმყოფობდა. დედა იყო ძალიან ძლიერი საყრდენი მისთვის. მე ძალიან კარგად მახსოვს, ყოფილა ბევრი რთული სიტუაცია, როცა მამას თითქოს ხელები ჩამოუშვა. ქონდა განწყობა, რომ აი დანებდეს. არის ადამიანები არსებობენ ახლა ეს არის რაღაცა შეიძლება წამებია, მაგრამ აქვს ყველა ადამიანს რომ აღარ შემიძლია. და დედა როგორ დადგებოდა ხოლმე, ხან მე არ გულისხმობ ბოლომოლებს, საერთოდ მთელი ცხოვრების განმავლობაში როგორ დაუდგებოდა და როგორ ამხნევებდა და ეუბნებოდა, არა, ედუ, ეს ასე არა, ჩვენ ამას უნდა გავუძლოთ, ჩვენ უნდა წინ წავიდეთ,
ძალიან მებრძოლი იყო დედა. თული ცხოვრება ქონდათ, ვერ ვიტყვი რომ იოლი ცხოვრება. ეს გარედან ჩანს ესე რომ პრეზიდენტის ცოლი, პრეზიდენტი, ალბათ რა კარგად ცხოვრობენ. ნანულის ავადმყოფობამ გადაწყვიტა ისიც, რომ ედვარდ შევარდაძემ ყველაფერზე ხელი ჩაიქნია ბოლოს. იმიტომ რომ ვერ გაძლევდა ის უმისოდ. ესაც მოხდა. ძალიან ცხადი იყო იმის მე როცა ბებიაჩემი გარდაიცვალა. თუ როგორ ნელ-ნელა ილეოდა ბაბუაჩემი, იმიტომ რომ მას გამოელია ეს თავის მეორე ნახევარი. იმ ძიმე წუთებში, როდესაც იყო პანაშვიდები, ასეთ დროს მტერიც კი მიდის ჭირისუფალთან. ჩვენ გვაქვს გენეტიკურად ჩვენ ტრადიციებში ეს დევს, რომ მიუსამძიმროს. თვით მიშაც კი იყო. მოვიდა ერთ-ერთ პანაშვიდზე. მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ვერ მოვიდა. ალბათ სწორედ იყო რომ ეშინოდათ, მაშინ ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდით თურმე როგორი საშიში იყო ურთიერთობა შევარდნაძესთან, მის ოჯახთან. ბატონი კობანარჩემაშვილი მოვიდა პანაშვიდზე და ჩვენ ეს შეიძლება დაგვიქვით ძალიან გაგვიხარდა, როგორც შეიძლება გაგიხარდეს ამ დროს და გავიკეთ მე რომ ზუსტად იმ დღეს გავიდა თუ არა ჩვენი რეზიდენციიდან დაიჭირეს. იმ რისკში ვით თავგადადებით უერთგულა ბატონ ედვარდს იყო ერთ-ერთი კობანარჩემაშვილი. ნუ ვერაპატიეს ეს. არაპატიეს ისაც რომ როგორი დიალოგი ჰქონდათ იმ დღეს. სააკაშვილთან. მოდი, კარგი ხარ. რაც შემში ყველაზე მეტად ამ ადამიანს რაც მიმხილოთ ეს იყო მისი ოჯახისადმი დამოკიდებულება, ეს სიყვარული თავის მეუღლისადმი, შვილებისადმი, შვილიშვილებისადმი და ეს აი ოჯახის სიწმინდე მისთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რაც დღეს ძალიან უკვე აკლია ჩვენ ხალხს. ამ ადამიანს ეს ჰქონდა ძალიან აღმატებულ ხარეში. როდესაც მან მოიხსნა, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ვალდებულებები, დაიწყო რაღაც უცნაური ურთიერთობა, უფრო ახლო და ღია. ჩემი ურთიერთობა როგორც ბაბუასთან შემიძლია დავყო ორ ნაწილად, ეს იყო მისი პრეზიდენტობის პერიოდი და მისი გადადგომის შემდეგ. პრეზიდენტობის პერიოდში სამწუხაროდ შეზღუდულობიდან გამომდინარე ურთიერთობა ოჯახის წევრებთან შეზღუდული იყო. ჩემი ურთიერთობა გადადგომის შემდეგ, რასაც ქვია რეალურად ბაბუაჩემის გაცნობა, რეალურად მაშინ მოხდა. ჩემთვის გარკვეულწილად ნეტარება იყო მასთან შუა დღეზე გზანის შეასვლას, მასთან ერთად სადილიდან, შემდგომ მწვანე ჩაის ან კონიაკის ფონზე 80-იანი წლების პერიოდის და ისტორიული მოვლენების გარჩევა. როგორც ბაბუა ის იყო თბილი, დინჯი და რაღაც მომენტში თავშეკავებულიც კი. ბაბუაჩემი ჩემთვის პირადად და ალბათ თამუნაც დამეთანხმება, გახდა ნამდვილი ბაბუა, დაინტერესებული ბაბუა ჩემს პირად ცხოვრებაში, ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში, მხოლოდ იმის შემდეგ, რაც იგი გადადგა პრეზიდენტობიდან. აი 10 წელი, ბოლო 10 წელი მისი ცხოვრების, როცა ის არ იყო თანამდებობის პირი, ის იყო ნამდვილი ბაბუა. რეკავდა, მეკითხებოდა, პრეტენზია ჰქონდა თუ არ მივიდოდი, თუ არ მოუყვებოდი. ანუ აი ყველაფერი ის რაც ბაბუამ უნდა გააკეთოს, მან გააკეთა ბოლო 10 წლის განმავლობაში და აი მართლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მერგო და გვერგო ეს 10 წელი, რომ ის იყო მარტო ჩვენი ბაბუა. მე იყო ბაბუ, იყო მეგობარი, რომელთანაც მივდიოდი სახლში, ხანდახან ლანჩზე მივდიოდი ხოლმე, საუბრობდით და რა ვიცი, ძალიან საინტერესო და ესეთი ურთიერთობა ჩამოგვეყალიბდა. ძალიან ბევრი რამე, რაც მანამდე მაკლდა. სწორედ მაშინ გავიგე მე. ბევრ რამეს მიყვებოდა, დრო ჰქონდა უბრალოდ. მეც მეკითხებოდა ესეთ რაღაცებს, რაც მანამდე არ დაებადებოდა ალბათ. მეც პასუხობდი ცხადია ცხოვრებაზე ძირითადად რასაკვირველია, ცხოვრებაზე, პოლიტიკაზეც, იმაზეც, ამაზეც ყველაფერზე. მოიცალა შევარდნაძემ ასე ვთქვათ, თავისი ოჯახისთვის, შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის. უწმიდესი ძალიან ხშირად მოდიოდა. ისხდნენ, საუბრობდნენ.
ჩვენი სიამაყე ერის წინამძღოლი სულიერი მამა შეუძლია საუბარი ჯერმე უნდა დაგმოც შევთხო უფალს რომ ვინი იყოს თქვენი ცხოვრება კმაყოფილი იყოს და თავარია გამთლიანებული ნახოთ საქართველო და ბედნიერი მე მგონი ეს მოხდება მის მოწინოსობამ დამიძახა და მითხეს ცირამე რომ უნდა წავსულიყავი ბატონ ედუარდთან საზიარებლად და ძალიან გამიკვირდა მაშინ როცა მითხა უწინო წირვა შესაძლებელი არ ვიცოდი რომ მას რეზიდენციაში ეკლესია ჰქონდა რომ მივედი წირვაზე მე 1 საათ ადრე მივიდიოდი წირვის დაწყებამდე და რომ მივედი ბატონ ედუარდი დამხვდა უკვე ჩაცმული რო ავედი როცა მივესალმე მითხა რომ მამაშალო მინდა რომ აღსარება ჩაგაბარო თუ ისე არ მინდა ზიარებო პირველი ზიარება ეს აღსარების გარეშე მივიღეო და მინდა რომ აღსარება გითხრათო შევედით ოთახში და რამოდენიმე წუთი ვისაუბრეთ რაღაც ნახევარი საათი ვისაუბრეთ და იმ დღეს იყვნენ სტუმრება შვილიშვილები იყვნენ სოფო იყო ჩამოსული ლაშეს ყველანი ესწრებოდნენ წირვას და სურათებს იღებდნენ რომ მოვედით წირვიდან და მე მომერიდა ხო რაღაცა მეთქვა და ბატონ ედუარდმა დამიძახა თვითონ და ეს რამის მეუბნება რომ მამაშალო მოდიო სურათი გადავიღოთო მე და შენ ერთადო და შენ ვაგამოგადგება ეგ სურათი და მე კიდევ ვიგამოგადგება ეგ სურათია კომუნისტური პერიოდში მოუწია ცხოვრება ესეთი ადამიანების მისვლა რელიგიასთან ძალიან რთულია უმძიმესიცაა და ურთულესიც არის იმიტომ რომ მათი შეგნება მათი აზროვნება სხვანაირი იყო და სხვა აზროვნებაში გაიზარდნენ სხვა დამოკიდებულებაში აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება იყო მადროს და სხვა მენტალიტეტი წარმოიდგინე სად უწევდა მას ცხოვრება და სად უწევდა რა ხალხში უწევდა მას ცხოვრება და ესეთი ადამიანი როცა ზიარებას ითხოვს და დაფიქრდება იმაზე რომ რაღაცეთა მის ცხოვრების წესი შეიცვალოს და ეკლესიურიც გახდეს და აღსარება ჩააბაროს ეს ზიაროს ეს ძალიან რთული არის სინანული გზნობა როგორ არა მაქვს არა გადადგომასთან დაკავშირებით სინანულის გზნობა ყველაზე მეტად ეხება აფხაზეთს რომ ვერ მოასწარი აფხაზეთის დაბრუნება პრობლემის მოგვარება და ვერ მოასწარი ქართულ ოსური კონფლიქტის მოგვარება ეს არის ჩემი ყველაზე სერიოზული სინანული და ყველაზე დიდი გულისწყრიელი ეხლა როდესაც არ იყო პრეზიდენტი და უკვე კარ ფორმაში არ იყო ეხლა რომ მივდიოდი სულ ამას ფიქრობდი რომ ეს შევარდნაძე აღარ არის უკვე ის შევარდნაძე და ნუ აბა როგორი იქნება აბა ეხლა აი პრინციპში აი მე სხვაობა ვერ ვნახე ვერანაირი აი ისე ზუსტად ისე დაძაბულად და ისე რაღაც აი მობილიზებულად ვიყავი მასთან უკვე თითქოს ამის საჭიროება აღარ იყო უკვე ხო ნუ რა არის ხა კერძო პირია ისე რომ შეხედო ცინიკურად ხო მაგრამ აი ზუსტად იმ ენერგეტიკას და იმ სხივს გზნობდი მისგან რომელიც მოდიოდა ბოლო მომენტამდე ბოლო წუთამდეც ქონდა დღის რეჟიმი ეს ესე ქონდა მას აი არ შეელო სხვანაირად და მართლა არ ვიცი ხა ამ მდგომარეობაში შეიძლებოდა თუ არა მაგრამ მართლა შრომობდა როგორ ძალიან ბევრს კითხულობდა ძალიან ბევრს წერდა სანამ შეეძლოს რა თქმა უნდა ქონდა ჩვეულებრივი ასეთი მიღების დღეები მიღების საათები უამრავი ინტერვიუ იწერებოდა განსაკუთრებით აი თუ კი რამ ისეთი ხდებოდა მსოფლიოში ისე გზნობდით ამას როგორ დაიწყებოდა ძალიან ბევრი რეკვა ზარი გაისმოდა მოთხოვნა იყო მასთან შეხვედრაზე უფრო ხშირად რა თქმა უნდა სტუმრობდნენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ირანის სხვათა შორის შეერთებული შტატების აუცილებლად ყველა ელჩი როგორც კი ინიშნებოდა და როცა უმთავრდებოდა თავის მისია მობრძანდებოდნენ აუცილებლად They ask that we pass on to you their extremely high regards and from the president that he wanted to send to you. Es prezidentisგან გამოგზავნილი წერილია თქვენთვის. And we'll see. I think Mr. Jwani Zura may go down at some.
ყველა შვანია ჯობია უფრო. Oh, it's better if Zurab, if Shwania goes there. ხანდახან ზურაბ შევეხმიანები ხოლმე. ახლა უფრო შეჩვეული ვარ. მაგრამ ისე რო გითხრათ რომ ახლა ყოველ დღე თათბირავთ, საუბრობთ, ჭკვას მეკითხებიან, რჩევას მეკითხებიან, ასეთი რამ არ არის ჯერჯერობით. ალბათ მომავალში იქნება, თუ იქნება კარგია. თუ არ იქნება, ან ჩემთვის აუარესი, ან მათთვის. უამრავი იყო საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეს ერთი ორზე კი არ არის ლაპარაკი, ეს დელეგაციები მოდიოდნენ. How are you? არავშავდა. ხელისუფლების ცვლა უკეთესიც რომ მოვიდეს, ჯერ უკეთესი, მაინც ძნელია და კვალს ხებს. გარანტირებული ბესტსელერი. ბედნიერებას გისურვებ, დიდი მადლობა. All the best, happiness. All the best. მანამდე დალი. But you must just drink it then. Sure. No, not all. No. Martinataro. No. I can't. But you get full of beautiful things here. Okay, don't come down. Don't come down. Stay here. Okay. მოგითხრა მეგობრებს, კავშირში. Convey all the best I will. to our friends in the European Union. All our common friends. და როგორც მოახერხოთ ჩამოდით. Whenever you have time, just please come here for 2 or 3 days at least. Okay, we'll talk. პირველ ყოვლისა მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც 2003 წლის 21 ნოემბერს მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება. ეს გადატრიალება არ ყოფილიყო, ეს იქნი არ დაიწერა. Dieser Umsturz nicht wäre es zu die გათვალე ხალხი ძალიან მოსამოსო ზოგიჯერი მარგერა. ხანდახან კიდეც უნდა წაიბორძიგო და წაიბორძიგებ კიდეც. მაგრამ ისი არა რომ სულ ბორძიგში იყო. ერთხელ რომ წაიბორძიგებ, გაკვეთილი უნდა გამოიტანო, დასკვნა უნდა გამოიტანო იქედან. მე მგონი მას აქვს იმდენი ჭკუა, გონება, ინტელექტი, რომ ამას ის შეძლებს. ძალიან მინდა რომ ჯეროდეს. ეხლა ხანდახან ზოგიერთ მათგანს გონია რომ თუ რამე ცუდი მოხდება, მე მიხარია. მე უნდა იყო ჩემი ხალხი მტერი და ჩემი შვილები მტერი, რომ ეს ასე იყოს. არ არის ასე.
ყველა მათი წარმატება, ჩემი წარმატება, მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეობა არ მიმიღია და ყველა მათი წაბურჯიგება და ფეხის წაგვრა ჩემი შეცდომა ამავე დროს და ჩემი დანაშაულისა. ვიცი რომ ძალიან უხარო და როცა მასთან მოდიოდნენ ის ადამიანები, ვინც ადრე, ასე ვთქვათ, ჭყალებში მტრად მოიხსენიებდნენ შევარდნაძეს. Primera Germania. Creo que jamás tenía были La Fontaine и Шройдер. Друзья. Прекрасные друзья, хорошие друзья. Вместе работали. Один был генеральным секретарем, другой еще будущим премьером и так далее, и так далее. Потом случилось, я не скажу, что один плохой или другой хороший. Ну, случилось так. Человек есть человек. Разные бывают люди, поэтому, когда они подросли, ребята, так сказать, ну, видимо, им захотелось более самостоятельной работы. Или что-то не понравилось. Несколько раз поспорили, но я не скажу, что у нас какие-то враждебные были отношения. И сейчас вот Шваня недавно приходил, и встречались, говорили, так сказать. Нормально говорили. რაღაც საოცარი იმტევებელი ადამიანი იყო და ძალიან მიკვირდა, მე ბრაზობდი მართალი გითხრათ. აი ამ ადამიანს როგორ შეიძლება დაელაპარაკოს შედ იმის მერე, რაც ჩვენ მოგვისმენია მისგან, რაც აგვიკითხავს და გვინახავს. არა, არის მოდა, არ უნდა და არ მიგდებდა ყურს. არა, მაგითხვაზე ვერ გიპასუხებთ, იმიტომ რომ მე თავის ყოს ჩამოთვლა, ვინ მიღალატა, ვინ არ მიღალატა, ვინ დარჩა ჩემთან, ან ვინ არ დარჩა. ყველა ადამიანი ფიქრობს თავის თავზე, თავის ოჯახზე, თავის ბედზე. ნუ ხალხო პრეზიდენტი თავის შინებით მიდის, ძალიან ძნელია მოთხოვ კოლეგებს, რომ არა მე მიდივარ, მაგრამ თქვენ დარჩით და იყავით ჩემი ერთგული. ნუ ასე არ ხდება ეს ხონით. ახალი ხელისუფლება მოვიდა და მათ უნდა ითამაშონ. რბილად, ადამიანურად, ესე ჩახუტებით, ხვდებოდა ძალიან ბევრს. დამერწმუნეთ, ვინც ადრე თავს ასაღებდა როგორც გადადებულ შევარდნაძეს მტრად, მერე მოყარეთ დაბრუნდა იმ კრწანისის სახლში. დღე ყველა მისვლაზე სულ სხვადასხვანაირი გიორგი ხდებოდა თითქმის აი ყველა წევრის შემდეგ ის იცვლებოდა დამოკიდებულება მისი ძალიან იცვლებოდა ბოლოს სულ თითქმის ახარებას კითხულობდა ბოლოს აი ბევრჯერ მინახავს მის მაგიდაზე ახალი აღთქმა ჩემ თვალწინს ადამიანი სულ სხვანაირი ადამიანი წარმოიშთა სულ სხვა ადამიანი და სხვა პიროვნება მეც თვითონ სამეგრელოში დავიბადე და გავიზარდე და ჩემთვის ბატონი ერდოდი სულ სხვა რაღაცა იყო ანუ ჩემში ძალიან ცუდ რამეს იწვევდა ცუდი ასოცირება იყო ჩემ ბავშვობაში რაღაცა ყველაფერი ცუდი მასთან იყო ჩემ ცხოვრებაში დაკავშირებული როცა სანამასთან მივიდოდი მაგრამ მე ამ წლებმა ბოლო წლებმა ყველაფერი დამანახა სხვანაირად არასოდეს არ მოხსოვს კიდევ რომ ზიარებაზე როდესმე დამჯდარიყო უკვე მე ბოლოს როცა აღარ შეელო დგომა ფეხზე მე უკვე ჩდებოდა ხოლმე ვაი ბოლოს უკვე გარდაცვალებამდე რამოდენიმე დღით ადრე როცა შევხვდი მას უკვე ლოგინში იწვა და ძალიან მახსოვს როდესაც ოთახში შევედი მასთან ის გადასაფარებელი გადაიფარო შიშველის სხეული არ გამოჩენდა ბეჭებიც კი არ გამოჩენდა და ის მორიდება და მოწიწება ქონდა რაღაც ესეთი აი დამოკიდებულებაც მასში იმ 10 წელიწადში ესეთი 10 ბედნიერი წელი იყო სანამ მოერეოდა ეს ავანტყოფა თვალები ქონდა საოცრად მეტყველი თვალებით საუბრობდა მამა ბოლოს ძალიან ფერს გვესაუბრებოდა თვალები და ხვდებოდით ისე ლაპარაკობდით იუმორი შეგრძნება ბოლომდე არ დავუკარგავს ერთი მახსენდება ვეღარ ლაპარაკობს რაღაცას მეუბნები რა კიდე მეუბნით რა რაღაცა მე რაღაც არაადეკვატურ პასუხს ვაძლევ გონია რომ ამას მეუბნება ნუ გადაფეჩინდა და იცინის კაცი არის ესე იგი ვეკითხები ესეთ გავარდა მამა რამე ხომ არ გაწუხებს მამა აი რა სიცხე ხარ არ გაქვს ვიცი მაგრამ რაღაც ხომ არ გაწუხებს და ძალიან შეწუხებული გავარდა ესე მიყურებს ესე ქვემოდან ესე მიყურებს და იცინის რა გაწ
თუ შეიძლება დედამიწაზე ადამიანმა გაიაროს 64-ის და ჯოჯოხეთის ყველა წრე გაატარეს და გაიარა. მე მაინც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძნელი ეტაპი გავიარე ჩემ ხალხთან ერთად. სამწუხაროდ ქართველებს ძალიან მოკლე მეხსიერება გვაქვს. მალე შეგვიძლია დავიწყოთ ფიგურები, მალე შეგვიძლია რომ წარსულში მოვიხსენოთ, ან საერთოდ არ გაგვახსენდეს. მისი უფლებას არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ შევდგებით ისტორიისგან. და დღეს თუ საქართველოს ევროპისკენ იყურება, რა თქმა უნდა, ეს ბატონი ედუარდის დამსახურებაა. ყველაზე არაპოპულარული მეფე საქართველოს დავით აღმაშენებელი იყო თავის დროს. მაგრამ დღეს როგორც მოგეხსენებათ, ასევე გიორგი ბრწყინვალე თავისივე დროს დრო ყველაფერს ალაგებს. გავა დრო და შევარდნაძის ფას საქართველოს მიხვდება აუცილებლად. 21 საუკუნე და შემდეგი ათასლეული ბედნიერების მომტანი იქნება ადამიანებისათვის, თუ კი პოლიტიკოსები, სახელმწიფო მოღვაწეები და ადამიანები იაზრონებენ ახლებურად. ახალი აზროვნება არ არის რომელიმე ეპოქის პრიორიტეტი, რომელიმე ეპოქისათვის დამახასიათებელი. ახლებური აზროვნება ყველა დროის და ყველა ეპოქის პოლიტიკოსთა განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. მე მინდა მიმართო ჩემ შთამომავლებს 21 საუკუნის ახალგაზრდებს და შემდგომი საუკუნეებსაც, რომ არ დაივიწყონ ეს შეშმარიტება. განსაკუთრებული სიმამაცე, გაბედულება მას ყოველთვის ახასიათებდა და აი ამ ღონიერ, ძლიერ, წინ გახედულ აზროვნებასთან ერთად ეს ქმნიდა აი საფუძველს იმ ფენომენისათვის, ჩემი აზრით, რასაც შევარდნაძის ფენომენი უწოდა მერე მთელმა მსოფლიომ. ჩემზე რამაც მოახდინა განსაკუთრებით ძალიან დიდი შთაბეჭდილება, ეს იყო ნეიტრალური დამოკიდებულება ადამიანური ცდუნებების მიმართ. ნებისყოფა და მოთმინების უნარი, რაღაც გასაოცარი მოთმინების უნარი, ინტუიცია, პატიოსნება, პრინციპები, შორსჭრეტელობა, სულგრძელობა, პატიების უნარი და ადამიანის ნამდვილი სიყვარული. თბილი. მამაცი. რთული. ყურადღებიანი. გამგები. ჩემთვის იყო დიდი პიროვნება. ჩემთვის ბაბუ იყო. მე მჯერა რომ ადამიანი მიდის, ის არსად არ მიდის. ის ყოველთვის შენთან იქნება ბოლომდე და ბაბუა ჩემთვის პირადად ყველაზე მთავარი თვისება იყო ის, რომ მას შეეძლო ნებისმიერ სიტუაციაში დარჩენილიყო ადამიანი. აი ეს ადამიანური სიდიდე, პიროვნული სიდიდე რა. სულ ახლდა. მაშინაც როცა იყო პოლიტიკაში და მერეც როცა არ იყო. ძალიან ბევრი ეკითხება ჩემი პროფესიის ადამიანს, საერთოდ რომ რად უნდა ღირდესო ადამიანიო, რომ ის სიცოცხლის გულისთვისო შენ გაწირო, შენი სიცოცხლეო. და ვთქვა რომ აი ბატონი ედუარდი იყო ის ადამიანი, ვისაც არ ვინანებდი. ქვეყნის დამოუკიდებლობა ყველაზე ხშირად ღირებული ბედნიერებაა. აი ამ ბედნიერების შექმნაში მე ვფიქრობ, ჩემი ხალხი რაღაცა წილს შემთხვევას გაიმეტებს. შეფაზების დროს.
Thank you.